ფორმალე გაფრენი იმ ბავშვობის შორიგზები ამედევნე სულში ფიქრად დამიჯერე დაბრუნდები აფხაზეთი სიყვარული ხელქვიშაზე სიარული მოგონების მონატრება ფიქრით რემლად მომადგება 1992 წლის 14 აგვისტო დღე რომელმაც შეცვალა ქართველებსა და აფხაზებს შორის საუკუნეების მანძილზე არსებული ურთიერთობები სიყვარული ნათესაური კავშირები დაძმობა კეთილმეზობლური თანაცხოვრება მტრობამ ჩაანაცვლა და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. სამწუხაროდ დღითი დღე მძაფრდებოდა კონფლიქტი, რომელიც დიდ მტრობაში გადაიზარდა. არც ქართველი და არც აფხაზი ამ ომში გამარჯვებული არ აღმოჩნდა. სამაგიეროდ მესამე ძალამ თავისი ჩანაფიქრი განახორციელა. ხიდი ჩატყდა. გაღმა გამოღმა ნაპირზე აღმოჩნდა ქართველი და აფხაზი ერთმანეთის მონატრებით დარჩენილი. ამ უაზრო ომმა შეიწირა ასობით მებრძოლი ახალგაზრდა. პირდიტველა ბიჭები, მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი სამშობლოს სიყვარულით გულანთებული მოხალისეები. ჩვენ ამ ომმა დაგვიტოვა ქართველი გმირები, რომელთა სახელები ოქროს ასოებით ჩაიწერება ისტორიის ფურცლებზე და საუკუნეებს გაუძლებს. დავიწყებას არასოდეს მიეცემა ჟიული შარტავას, გურამ გაბისკირიას, ჯუმბერ ბეთაშვილის, რაულ ეშბას სახელები, რომლებიც გმირულად იბრძოდნენ, ყველაფერს აკეთებდნენ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის. ასევე არასოდეს დაივიწყებს ჩვენი საზოგადოება იმ პატრიოტული სულით სავსე ახალგაზრდებს, რომლებიც ბოლომდე იდგნენ ჩვენი მთავრობის გვერდით 27 სექტემბერს, რომლებიც უმოწყალოდ იყვნენ დახვრეტილნი უგულო ჯალათების მიერ. ამ ომში იყვნენ ქართველები, რომლებიც იმ მძიმე დღეებში აფხაზებმა გადაარჩინეს და პირიქით აფხაზები, რომლებიც ქართველებმა გამოსტაცეს სიკვდილს. მიუხედავად ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დროს დატრიალებული ტრაგედიისა, ორივე მხარეს აქვს ამბები, რომლებიც არა ომსა და სისხლზე, არამედ პირიქით ერთმანეთის გატანასა და მეგობრობაზეა. დაუვიწყარია აფხაზი ეროვნების ლორიკ მარშანიასა და სვეტლანა ქეცპას ერთგულება ქართველი ერისადმი და მათი დაუღალავი ძალისხმევა ამ ორი ხალხის გამთლიანებისათვის. საღი აზროვნებით, ურთიერთმიტევებით, დღევანდელი მთავრობის სწორი პოლიტიკით აუცილებლად დაუბრუნდებით. ერთმანეთს თვალებში ჩავხედავთ და ვეტყვით, ჩვენ დამნაშავეები არ ვართ, ჩვენ შეგვაცდინეს. დღეს თუ ხვალ ჩატეხილი ხიდი აღდგება, შევრიგდებით, ერთმანეთს გადავეხვევით, ვინაიდან ჩვენ ერთმანეთი ისევ გწყურია, ჩვენ დავბრუნდებით. ჩემი მორდუ აფხაზეთში იზრდებოდა თარბებთან, ბადეს შლიდა და მშვილდისრით ტყეში ნადირს არბევდა. ხვიჩას ზრდიდნენ აფხაზები ჩავქა და რაიდად, ბეჭზე ორბად შეუფრინეს, რაიდა, რაიდა. გადიფრინეს ყრმობის წლებმა და აფხაზურ მეგრულით, ცხრა ლამაზმა ცხენოსანმა გამოტოპა ენგური. რა პატარა ხარ, ალბათ ცემს თუ აღემატები და რამდენ სიმწარეს და სიხარულს იტევ, მან აფხაზეთში დაგვიგია კაკანათები, აკის საფარში უჯექით ჩიტებს. ძიძი შვილობდნენ წინაპარი სახლი კაცები და მხარზე ეჯდათ, ერთი ჭინკა და ანგელოსი ქორი წიწილას აფხაზეთში თუ იტაცებდა, ჰაუ, ჰაუ,
გვიყვირია სამეგრელოში ჩვენს მონადირეს აჯავრებდნენ თქვენი ჩხიკვები ბევრჯერ ეკითხებით ჩვენს ქარჩახებს რქებით ეკიდა და მორდუაქეთ თუ ოდესმე დააცხიკვებდა ხვიჩას სიცოცხლე ეძახოდნენ აფხაზეთიდან ერთს ერთ ჰერს როგორც უნდა როდი ვაფასებთ ერთი მამალი აღვიძებდა ოდიშ აფხაზეთს ხვიჩა რომ მოკლეს ბრანდერბურგთან 45-ში თურმე აფსკილის ლექს ვღეროდა ლექს სათაყვანოს შავი ქაღალდი მამა ძუძემ მოშვნიტა მუჭით ძიძას კივილმა შესრა მთელი სამურზაყანო აფხაზეთო ბევრი კარგი მოყმის გამდელო ამორძალი ხარ კერდ მოჭრილი უსაქართველოდ მაგტყვილ კალთაში თავს ჩაგიდებ და გავყუჩდები ოცვით მადლობით ახსარებით მითის ტუჩები ეგ დალალკავი ეგ მანდინი მოიშილიფე არ დამემდურო არ მიწყინო შენი ჭირიმე თუ მორდოსავით ვერ მოგხედე ვერ მოგიკითხე მუდამ შენთან ვარ შენკენ მიხმავს ფიქრი დღითიდღე შენ კალთას ადის თაფლის სუნი ირმის რძის სუნი ყრმობის ღაპარო მართლაც ღაპრულ შვებეც გისურვი ოდიში ვარ ხარწილში ვარ ჩანს ვაჭერებ ჰაიდა ოდოიას გადმოუხდა ურაიდა რაიდა ჩანს ანტიკურ ალფასავით აივნების რიკული ზედ სიმებადლებწებია და სხივები ცისკრული წაიყვანეს დამარხალი აფხაზეთში დიელოდა მოწამეი ხარ შენ საქართველო ერო გახბედნიეროდა ჩანს ოდებზე ყალხდა ღერბი სივიძიქურის და აფხაზურ ცხენიშნალი აუჯაროზად მიკრული